მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, მოსამართლე ზვია ჩარაძე, მოსამართლე გიორგი გელაშვილი, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე, მოსამართლე ნინო სახელაშვილი. ეს ოლიგარქი ივანიშვილის მოსამართლეების ის მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც დიდი ალბათობით ევროპული სანქციები შეეხება. სწორედ ამ მოსამართლეებზე დგას დღეს ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური მართლმსაჯულება. მოსამართლეებზე, რომლებსაც შავი მანტია გამოსაცდელი ვადით ჩააცვეს და სატესტოდ ისეთი საქმეები მისცეს, სადაც პარტიის ინტერესი კანონზე მაღლა დგას. თავად შესაძლოა ჯერ ბოლომდე ვერაცნობიერებენ, რომ ერთი კაცის და არაკანონის მსახურების გამო უკვე სერიოზულად დაზარალდნენ. გარდა იმისა, რომ ოჯახთან ერთად ევროპულ არდადეგებს დიდი ალბათობით ვეღარ მოიწყობენ, კარიერად საკუთარი ხელით და იმ გადაწყვეტილებებით დაასამარეს, რომლებიც პარტიის საამებლად უკვე მიაღებინეს. სწორედ პროფესიული არაკეთილსინდისიერების გამო მოხდებიან ქართველი მოსამართლეები სანქცირების მაგნიცკის მსგავსიაში. ბრიუსელში უკვე ღიად მსჯელობენ, რომ სერიოზული შეზღუდვები დაუწესდეთ ივანიშვილის იმ მოსამართლეებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ყალბ სასამართლო პროცესებსა და უკანონო განაჩენებზე. ქართულ ხალხს ვეტყვი, რომ თქვენთან ვართ, გვერდში გიდგავართ და თქვენს ბრძოლას ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ მათ, ვინც განადგურებთ. ვხედავთ რეჟიმის ოფიციალურ პირებს, როგორიცაა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. ის საქართველოს რეჟიმის მოსამართლეა, რომელმაც 21 წლის ბიჭს მათე დევიძეს პატიმრობის 4 წელიწად ნახევარი მიუსაჯა. ეს რეალობაა საქართველოში. სურს, რომ ამ ქალს თავისი არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს. სურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეგრძალოს ევროკავშირში შესვლა. კაცრი სანქციები გვჭირდება იმათ მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას ახდენს. ნინო გალუსტაშვილი ახლა შეიძლება ფიქრობდეს, რომ არაუშავს თუ სანქცირებული ვიქნები და ევროპაში ვეღარ ვიმოგზაურებო. შესაძლოა საკუთარ თავს იმასაც აჯერებდეს, რომ საკმარისია, რაც სისტემის უსიტყვო მსახურებით უკვე მიიღო. მანქანები, გალუსტ-ნომრებით, ოჯახის წევრების ბიზნესები და სამოძრაო არეალად საქართველო რუსეთი. მაგრამ პირობითი გალუსტაშვილების არაკეთილსინდისიერებად გამოცხადება და სანქცირება ქართული სასამართლო სისტემისთვის საკონტროლო გასროლა იქნება, რადგან ივანიშვილის ძალაუფლების ამ ერთ ბურჯს ნდობა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით აქვს დაკარგული. ბოლო პერიოდში ქართული სასამართლო და ოლიგარქის პოლიტიკური მართლმსაჯულება არაერთ დადგენილებასა და რეზოლუციაში მოხდა. საყურადღებოა ისიც, რომ სასამართლოს კლანის ბოსები პირველი ქართველი მოხელეები იყვნენ, ვინც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა. ლეგენდად ოქროს ლასმოდ თიალეს მერჩემია ერთი ხოხობი ამიტომ ვერ მობერე. მურუსიძისა და კლანის სხვა ბოსების სანქცირება მოსამართლეთა კორპუსისთვის წესით გაკვეთილი უნდა ყოფილიყო და ამის შემდეგ მაინც დაეწყოთ იმ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რისი დაპირებაც რეჟიმისგან ჰქონდათ. მაგრამ ხდება საპირისპირო. განსაკუთრებით გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეები ყველანაირად ცდილობენ ივანიშვილის ოცნებისთვის ერთგულების დამტკიცებას და უმძიმეს განაჩენებს თითქმის მტკიცებულებების გარეშე იღებენ. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ სხედან ოპოზიციის ლიდერები ციხეში, რატომ აქვს გიორგი მინდაძეს არაფრის გამო 5 წელი მისჯილი, საბაჯიქიას და მათე დევიძეს კი 4 წელი და 6 თვე. ისინი არიან სისტემის ძალაუფლებას და ფულს ამოხარებული და ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც ეს ძალაუფლებით პირისპირს. ჩვენ ვწილავთ პრობლემიდან, რომ ჩვენს სამხედროს შევძლოთ ძალიან მაგარიეთ, მაგრამ ჩვენ ვინც სამხედროს ჩვენ მივიღოთ ეს მათე და სინდისის სხვა პატიმრები სინათლეს აუცილებლად იპოვნიან. აი სხვებს კი მაგალითად ბიზნეს ელიტას ივანიშვილის შექმნილ წვდიათში უკვე ახალი მფარველების და თავის გადარჩენის გზების ზემ დაუწევთ, რადგან გასულ კვირას იმ ბრძენმა კაცმა ერთი პატარა ტრუკით ყველას უთხრა, რომ აქამდე არსებული არაოფიციალური შეთანხმებები გაუქმებულია. ივანიშვილი საქართველოში ახალი წესები ამოქმედა. ეს კი გიორგი რამიშვილის დაკავებამაც დაადასტურა. აეროპორტის კონტროლის ზონაში ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი იარაღის უკანონო ტარების
ოცნების ბრალდებით აიყვანეს. დაკავებით შექმნილი გაუგებრობა 70,000 ლარიანი გირაოთი მოგვარდა. თან ალბათ დუმილის შეთანხმებაც დაიდო. ერთი კომენტარი გვეცხარით. ბიზნესმენის სიჩუმე კიდევ უფრო მეტ შეკითხვას ბადებს. ეჭვი არავის ეპარება, რომ იარაღით საზღვრის კვეთას შეგნებულად არ აპირებდა, მაგრამ ისიც ძნელად დასაჯერებელია, რომ მის საქმეს პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდეს. იმ ვერსიის განსამტკიცებლად, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბიზნესმენს კობახიძის ოცნებასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს, რამდენიმე გარემოებას ასახელებენ. მაგალითად, ერთის მიხედვით გიორგი რამიშვილი არ ესწრებოდა კობახიძესთან ბიზნესმენების ბოლო შეხვედრას. მეორე ვერსია სასტუმრო ტელეგრაფის გახსნას უკავშირდება. დაპატიჟა თუ არა რამიშვილმა კობახიძე და მისი მთავრობა უცნობია. ფაქტია, რომ მაშინ როცა ოცნების შერისხული დანიგანი ტრამპის ძველ ბიზნეს პარტნიორს ახალი სასტუმროს გახსნას ულოცავდა, იმავე ღონისძიებას ივანიშვილის პრემიერი არ ესწრებოდა. სწორია თუ არა ეს ვერსიები და თეორიები თავად რამიშვილმა უნდა თქვას, თუმცა ის ერთი კვირაა დუმილის რეჟიმშია. საქმეს უკერავენ, მაგრამ ის ამბობს, რომ აქ არაფერ შუაშია პოლიტიკა და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს. ნებისმიერი წესიერი ბიზნესმენი აღშფოთებული იქნებოდა, ხო? მაგრამ ის ამას არ აკეთებს. არ აკეთებს ზუსტად იმიტომ, რომ ეს ინტეგრაციის ხარისხი, ხო, ხელისუფლებაში მათი არის ძალიან მაღალი. შესაბამისად ძალიანაც არ მოწონთ დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ხო, რა თქმა უნდა ეშინიათ და შეშიშები აქვთ დაკარგვის ყველაფრის, მაგრამ ისინი აღიარებენ ამ თამაშის წესებს, სხვა თამაშის წესებს არ იცნობენ. როგორ გადალაგდება რამიშვილი გამოჩნდება. საქმე მართალია გირაოს გადახდით თაროზე შემოიდო, მაგრამ სასამართლოს განხილვებს როცა დასჭირდებათ მაშინ დაიწყებენ. ახლა როგორც ჩანს, მისი ციხეში გაშვება საბოლოო მიზანი არც იყო. უბრალოდ უნდოდათ ბიზნეს სექტორისთვის ეთქვათ, რომ ფული და ოლიგარქის გარემოცვასთან მეგობრობა დაცულობის საკმარისი გარანტია აღარ არის. ბევრი ნიშანი გვაქვს იმის, რომ ივანიშვილის ძალიან მნიშვნელოვანია კონტროლი ბიზნესზე და თუ ხედავს, რომ ვერ აკონტროლებს რაღაც ნაწილს ბიზნესს, ხშირ შემთხვევაში დამშელ ღონისძიებებს მიმართავს. კანონი იცავს ბიზნესს, მხოლოდ იმ ბიზნესს, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის დაახლოებული და სხვა შემთხვევაში კანონი მთელი სიმკაცრით შეიძლება სადამსჯელებლად იყოს გამოყენებული. ესეთი არჩევითი მიდგომა გვაქვს. ბოლო დღეების მოვლენებმა კარგად აჩვენა, რომ პრინციპს თუ ჩვენთან არ ხარ ცუდად მოგექცევი, ივანიშვილი ახლა ყველაზე მკაცრად იცავს და ბიზნესმენებს კობახიძის პირით აშანტაჟებს. ბიზნესიც დაბნეული და შეშინებულია. კარგად ხვდებიან, რომ პოლიტიკურად დაცული გარემო აღარ არსებობს და თამაშის ძველი წესებიც გაუქმებულია. თუ ადრე ფულის მშვიდად შოვნისთვის მხოლოდ პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირება და დუმილი იყო საკმარისი, ახლა ოლიგარქს სხვა მოთხოვნებიც გაუჩნდა. მიუშვა ეს ხალხი, აშონინა დიდი ფული და ეხლა დადგა პასუხის ეტაპი, ხო? აი საყოფა ცხოვრებო ანალოგია რომ მოვიყვანოთ, აი წყემსი ცხვრის ფარას იალაღებზე მიუშვებს, კარგად დააძღობს და მერე პარსავს, ხო? აი დაახლოებით ამ ისტორიასთან გვაქვს საქმე. ბიზნეს ეხლა ვერავინ არ დაადანაშაულებს, რომ თვითონ კორუმპირებულია. რატომ? იმიტომ რომ ქურდის ხონდაო, ხო, ესეც ქართული გამონათქვამია. იმან ფული სახელმწიფოს კი არ მოპარა, ქურდებს წაართვა. პირადი პრობლემებიც აქვს და რაღაც უსამართლობის განცდაც კი აქვს. რატომ? იმიტომ რომ ის ირგვლივ ვინც არის, ეხლა ყველა ფულს შეულობდა და ის ზარალობდა ამ პერიოდში, ხო? ვიცით, რომ მან რეალური ზარალი განიცადა და ეხლა რაღაცა მიაჩნია, რომ ეს უსამართლოა რა და მე ვფიქრობ თავისი დანაკარგების შევსებაც უნდა აი ამ ყველაფრის შედეგად. ეხლა უფრო ჭირდება ერთგულების დადასტურება ბიზნესის მხრიდან, იმიტომ რომ სხვა დროს ნაკლებად მნიშვნელოვანი შეიძლება იყო, როცა გრძნობდნენ უფრო პოლიტიკურად ძლიერ პოზიციაში ყოფნას, ეხლა პოლიტიკურად დასუსტებულები არიან, ლეგიტიმაცია არ აქვთ, სხვა ახალი ამბები რაც მოდის, მათ შესაძლებლად დადებითი არ არის და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ გაექცეს ივანიშვილს სიტუაცია განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესთან მიმართებაში. და რას აკეთებს ამ დროს მსხვილი ბიზნესი? რით პასუხობს ივანიშვილის ჩუმ რეპრესიებს? არაფერს, ისევ დუმს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიანაც არ მოსწონდეთ ვითარება, რომელიც ქართული ოცნების რუსული პოლიტიკის გამო ქვეყანაში შეიქმნა და იმასაც აცნობიერებდნენ, რომ მხოლოდ კრემლის წესებით თამაშით ადრე თუ
თუ გვიან თავადაც დაზარალდებიან. ბიზნესი შფოთავს, რა თქმა უნდა, მაგრამ სამზარეულოდან არ გამოდის. ცოლებს ეჩურჩულებიან, ნათესავებს ეწუწუნებიან. აი ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ხალხს შეუძლია. ამის მეტი აფერად შეუძლია. და მზადარიანო ჩაყრენ ნუ სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ იციან რომ როგორ თუ ხმა მოიღეს, მეხსეულად დაკარგავენ ყველაფერს, სანამ დასავლეთის დახმარება წამოეწევათ, მანამდე ყველაფერი ჩამოინგრევათ თავზე. იციან. და ამიტომ ხო, ეხლა ჩვენ ილუზია არ უნდა გქონდეს, რომ ბიზნესი გაბედავს მოქალაქეობრივი პოზიციის დაჭერას. სხვა გზა არ აქვს. ისინი ძევლები არიან ამ თამაშის წესებით, რომელზეც მათ თავი მოაწერეს, დააკონტრაქტეს, რასაც ქვია. აი ეს ნომენკლატურული კაპიტალისტური ურთიერთობები, ისინი აღიარებენ, რომ ხელისუფლებაა მათი ესე რომ პარტნიორი, ხო, ძირითადი პარტნიორი. დილემა ეს არის, ხო, რომ ჯობია გავჩუმდე და სანამ შეიძლება მაქვს, რავი, ასე ჩემი კომპანიების კარგი მუშაობით რაღაც ფინანსური ჯილდო მივიღო თუ ხმა მოვიღო, იმიტომ რომ გრძელვადაში შეიძლება ეს ყველაფერი ცუდად მოგვიყვანოს. ანუ უხეშად ისევ მოკლევადიანი პერსპექტივა გაქვს თუ გრძელვადიანი პერსპექტივა გაქვს. გრძელვადაში რა თქმა უნდა სწორი იქნება ამის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა, ყველაფერი იმის წინააღმდეგ რაც ქართული ოცნება აკეთებს. დილემა კიდევ უფრო გაღრმავდება, როცა ივანიშვილის რეჟიმის მხარდაჭერის გამო პოლიტიკურ ელიტასთან ერთად კონკრეტული ბიზნესმენების მასშტაბური სანქციებაც დაიწყება და ეს არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაშია. ამერიკაში, ევროპასა თუ ბრიტანეთში უკვე აქტიურად სწავლობენ ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების საქმეებს. ამას ემატება განცხადებები საქართველოს SWIFT-დან გათიშვაზე. თავისთავად ის რომ ამაზე ლაპარაკი მიდის და ევრორეზოლუციები მიიღება რომ SWIFT-დან გავთიშოთ თუ არა, თავისთავად ეს აჩვენებს რა კატასტროფული რეგრესი გვაქვს გაკეთებული, რომ აქამდე მივედით, რომ ეს განიხილება. თორე თვითონ რო ახლა რაღაცა მსხვილი ქართული ბანკები და არა მარტო მსხვილი ქართული ბანკები SWIFT-დან ჩახსნა, ამის დიდ ალბათობას გულწრფელად ვერ ვხედავ. შეიძლება ქართულ ჩახსნან SWIFT-დან, იმიტომ რომ პირდაპირ ივანიშვილთანზე არის მიბმული. ბევრი ცუდი რაღაცა უნდა მოხდეს, სანამ მართლა რაღაც ქართულ ბანკებს ჩახსნიან SWIFT-დან. არ დაგვაქვს რომ თვეები დაჭირდა მაგალითად რუსული ბანკების ზოგიერთი ბანკი ჩახსნა SWIFT-დან, თვეები იმ ბარბაროსობის და მკვლელობების, რაც რუსეთი ახორციელებს უკრაინაში, ხო, ახლა მაინც სხვადასხვა დონის მასზე ვლაპარაკობთ, ხო, სხვა კონტექსტია და სხვა დონის დანაშაულებზე ვლაპარაკობთ აქა. ბიძინა ივანიშვილმა თამაშის წესები არა მხოლოდ ბიზნესთან ურთიერთობის ნაწილში შეცვალა. ოლიგარქმა არაოფიციალური შეთანხმება დაარღვია ჩინოვნიკებისა და ძალოვანების იმ ჯგუფთანაც, რომლებზეც წლების განმავლობაში მისი ძალაუფლება იდგა. მოდით ვიმსჯელოთ ერთი კაცის, განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ხარებას და მისი რაზმის მაგალითზე. როცა რეჟიმს სჭირდებოდა ამ ადამიანებს ბევრი უკანონო დავალება შეასრულებინეს, განსაკუთრებით გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოიყენეს. პროევროპული აქციები ძალადობრივად არბევინეს, მშვიდობიანი მოქალაქეები აცემინეს და აგინებინეს. რუსთაველზე ან ტელევიზორში ნანახი ოცნების ამომრჩევლებსაც აბრაზებდა. ამას ოცნების ლიდერშიპიც კარგად ხვდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად ხარებასაც, მის რაზმსაც და სამინისტროს ხელმძღვანელობასაც ღირსების მედლები დაკიდეს. გამოჩენილი განსაკუთრებული სისასტიკისთვის მადლობა უთხრეს და ცოტა ხანი არცის სანქციები შეიმჩნიეს, რომელიც ყავილაშვილის დაჯილდოებულ პოლიციელებს ამერიკამ და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დაადო. ეს სანქციები მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ამას შეიძლება საჯაროდ დაუშვათ ტელევიზიებთან გიგახიან, რომ ჭყალებში სამშობლოს გულიზა აკეთებენ, ხო, და არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ ძალიან განიცდიდნენ და მაშინ შეეშინათ მთავრობას და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, ჩამოშლის პირას არ მისულიყო სისტემა, იმიტომ რომ რავი, თითქმის იმ პერიოდში ყველა ასე ვთქვათ ხელმძღვანელი პირი, მათ შორის მინისტრი და მოადგილეები დაასანქციეს.
და მას შესაძლოა მისცემოდა რაღაცა შეუქცევადი პროცესი. მუდმივ შიშში ცხოვრებას ივანიშვილისგან ნებადართულმა კობახიძემ მათივე შექმნილი მონსტრის გაუვნებელყოფა არჩია. ხარებას უძლეველობის მითი წამში დაამსხვრია და განსაკუთრებული სისასტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მის რაზმთან ერთად სახლში გაუშვა. ამით კი რეჟიმმა დარჩენილებს მათივე გასაგებენაზე უთხრა, რომ ძველ ნარუშილოვკებს ვადა გაუვიდა. არაზიშვილი არც ერთ დეპარტამენტის დირექტორს მინისტრის მოადგილებს არ აღიარებდა არათუ დაუშვათ სხვას და იციან მათი დამოკიდებულება. მსმენელიან მათ გასაგონად ვიცახი მიხვდებიან ვიზერსაუბრ. და ეს ადამიანი წავიდა. ანუ რომელიც იძახდა რომ მე ვარო კანონიო, აქ ყველაფერი მე ვარო და ეს ადამიანი აღარ არის. იგივე ბედი შეიძლება დაუდგეს ნებისმიერ ადამიანს. ანუ გამოიყენონ ცუდად და ხარაზიშვილს რო დაჭირდეს ამ ხელისუფლებას. არ უდევს ფაქტები, უამრავი ფაქტი უდევს, რითაც შეიძლება დაიჭიროს ის. იგივეს გაუკეთებს და ანარჩენს აბსოლუტურად. აი რატომ მიდის ეს მუდმივად ანუ ადამიანების დაშანტაჟება, იმიტომ რომ ამ ადამიანებს შეიქმნას კომპრომატი. თუ დარჩნენ სისტემაში და თუ აგეთებენ, მაშინ ამ სიბენძურეს უნდა გაენიჭნონ და იმუშაონ სისტემაში ღირსეულად. ემსახურონ საკუთარ მოქალაქეებს, არ განიჭნონ იმისიანებად, ამისიანებად, ის ამ პოზიციის არის, ეს ამ ოპოზიციის არის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სამინისტროს ვალდებულება არის დაიცვას საქართველოს მოქალაქე. ბევრჯერ ვთქვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანებზე ამიტომ აწერია ვემსახურები საქართველოს და არა ვემსახურები პერსონას. ის პერსონა წავა საქართველოს დარჩება და უნდა დარჩეს და უნდა გადარჩეს. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვინ შეძლებს პრინციპებით ცხოვრებას ძნელი წარმოსადგენია. როგორ მუშაობს კობახიძის გაჯანსაღებული სისტემა, ამასაც კარგად ხედავთ. ადამიანის უფლებები ისევ მეასე ხარისხოვანია, სამართალი შერჩევითია. პოლიციის მთავარი ფუნქცია კი განსხვავებული აზრის დევნა და შარდზე ნადირობა. ირაკლი შაიშმელაშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ რეჟიმს დასჭირდა ხარება, ისევ გამოიყენონ, ოღონდ სხვა სტატუსით. ჩემი ვარაუდით ორი ვარიანტი გვაქვს. ერთი, რომ ამადგან შექმნიან ტიტუშკების დაჯგუფებას, და როდესაც შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, მასშტაბური აქცია, ადრე თუ დაუშვათ ქუჩი შპანა გამოყავდა ტიტუშკება, ეს ადამიანები გამოიყვანონ, უკვე გამოცდილები, გამოწრფნილები, დაორგანიზებულები და ასე ვთქვათ, ხარაზეში ჩააბარონ ეს ტიტუშკების მართვა. მეორე ვარიანტი ჩამოყალიბდება ახალი სინჯიკაშვილის სინდიკატი, ხო, როგორც სინჯიკაშვილს აქვს. და არა მარტო ახლა სინჯიკაშვილი აიხვიეს უბრალოდ ტელევიზიებმა, თორემ ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი არის, რომლებიც დადიან 15-20-კაციანი დელეგაციები კბილებამდე შეიარაღებული 10,000 ლარიანი ნომრებით, ჩაბურული მანქანები და ასე შემდეგ. ანუ როგორც დაუშვათ მოქმედი საჯარო მოხელეები, აგრეთვე კრიმინალური დაჯგუფებები და ძალიან ბევრი ესეთი ბანდფორმირებები ჩამოყალიბებული. მათ შორის ბიზნეს სექტორში. ხარებას რაზმთან ერთად სისტემიდან წავიდნენ ყოფილი მინისტრი გომელაური და მისი მოადგილეები, ყველა შეერთებული შტატების და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული. თუმცა ყველაზე მძიმე შეზღუდვები ვახო გომელაურს და ხარებას მოადგილე მირზა კეზევაძეს აქვთ. ვაშინგტონმა ისინი მაგნიცკის სიაში შეიყვანა. სისტემაში დატოვეს, თუმცა დააქოითეს შსს-ს ბევრი დეპარტამენტის უფროსი, რომლებსაც სავიზო შეზღუდვები ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დაუწესა. საერთოდ გააუქმეს კაციტაძის სპეციალური საგამოძიებო სამსახური. გენერალური პროკურორობიდან დააქოითეს გიორგი გაბიტაშვილი. პოლიტიკურ კულვარებში ამბობენ, რომ ზოგიერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ივანიშვილმა მხოლოდ სახლში გაშვება არ აკმარა და დამატებით წლების განმავლობაში ნაშოვნი ფულის წილს თხოვს. იმასაც ამბობენ, რომ ყოფილების წინააღმდეგ ივანიშვილი კობახიძემ განაწყო, რომელიც ისედაც ეჭვიან ოლიგარქს სულ იმას უმტკიცებდა, რომ მის ნდობას კონკრეტული ადამიანები ბოროტად იყენებდნენ და ბევრ ფულს შოულობენ. უკან კი არაფერი მოაქვთო. სისტემას ახასიათებს ერთგვარი ბულემია. ის ვერ ძღება. მას სულ ახალი და ახალი საკვები ჭირდება, ხო? აი, ამას ერთი განზომილებაა კიდე აი ამ ფულის ამოგების და პარსვის ოპერაციას, ხო? ურჩხულს, როდესაც ბადებდა სისტემა თავისი ბუნებით ურჩხულია, ხო? ის იზრდება და მას მეტი საკვები ჭირდება. და როდესაც გარეთ საკვები აღარ რჩება და იცით რა, ხო გარეთ აღარაფერი არა, ყველაფერი ამათმა შეჭამს. უკვე სისტემა ის ურჩხული იწყებს საკუთარი სხეულის ჭამას. აი ამას უყურებთ ახლა ჩვენ. ეს დაემართა ივანიშვილს.
ეს დაემართა ივანიშვილს. ეხლა როდის შეჭამს და სადამდე გაუძლებს მის ხეული, ხო, მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ახლა ბევრი რამ ბიზნესმენებზე, მათთან დასაქმებულებზე, საჯარო სამსახურში მომუშავეებსა და ეგრეთ წოდებულ ძალოვნებზეა დამოკიდებული. ისინიც კარგად ხედავენ, რომ ივანიშვილი ქვეყანას თავდაღმართში მიაქანებს. ძალაუფლების ამგვარ უზურპაციას თავისი წესები და განვითარების დიალექტიკა აქვს. გამოვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ოლიგარქმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაამკაცროს თამაშის წესები და მინიმუმამდე დაიყვანოს მისგან დამოუკიდებელი ფინანსური რესურსის ოპერირების არეალი, რაც ავტომატურად ნიშნავს ერთის მხრივ ბიზნესზე წნეხის გაზრდას და მათი ლოიალობის კიდევ უფრო მეტად მიუღებელი ფორმებით გამოხატვის იძულებას. პარალელურად ძალოვანი სისტემის უფრო მეტად პოლიტიზებას, საზოგადოების რეპრესიის დანაშაულებრივ ინსტრუმენტად გადაქცევას. კარგად გაიაზრეთ ეს საფრთხეები და მიხვდებით, რომ ივანიშვილის დეგრადირებული რეჟიმის შეჩერება მხოლოდ ერთად შეგვიძლია. ფაქტია, ყველაფერი, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება იდგა ინგრევა. ახლა თქვენი გადასაწყვეტია, დარჩებით თუ არა ოლიგარქთან გემზე, რომელიც იძირება და რომელიც დიდი ხნის წინ არჩეულ ევროპაში ისედაც არ მიდიოდა და ახლა კი საერთოდ აბობოქრებულ ზღვაში საჭე მომტრეულ და ქაოტურად მოძრავ ხომალს დაემსგავსა.